ყველა COVID სასტუმროში დასაქმებულია სამედიცინო პერსონალი პროტოკოლის დაცვით. ეს არის 20 პაციენტზე ერთი ბრიგადა ექიმისა და ექნის შემადგენლობით. ჩვენ დეფიციტს ნამდვილად არ განვიცდით. ერთეული შემთხვევები შეიძლება იყოს, მაგრამ უყურადღებო პაციენტი COVID სასტუმროში ნამდვილად არ გვყავს, მაგრამ მე გამოვყოფ, რომ ჩვენ გვყავს აქ სხვადასხვა სირთულის პაციენტები, არის ისეთი მსუბუქი და უსიმპტომო, რომელსაც რაიმე განსაკუთრებული მკურნალობა არ ჭირდება და შესაბამისად ეს პაციენტები მიიჩნევენ, რომ ყურადღების მიღმა არიან, თუმცა ნამდვილად გეტყვით, რომ ამ პაციენტებს არ ჭირდებათ განსაკუთრებული ჩარევა, თუმცა გვყავს უფრო მეტად საყურადღებო პაციენტები, რომლებსაც უფრო მეტად მიედევნებიან სამედიცინო პერსონალი, ექიმები და ექნები და უფრო მეტი სიხშირით ნახულობენ, შესაბამისად მათთან ჩარევა უფრო ინტენსიურია, ისინი დიაგნოსტიკურ კვლევებზეც კი გადაგვყავს, ადგილზე ხდება ლაბორატორიული კვლევების მიწოდება და შესაბამისად დანიშნულების მიღებაც. აქედან გამომდინარე, ეს სისტემა არის ძალიან მოქნილი და ჩვენ გარდა აღნიშნული ხაზისა არის რა თქმა უნდა ონლაინ მეთვალყურეობა და ოჯახის ექიმის პროტოკოლი, რომელიც აგრეთვე აქტიურად მუშაობს და მესამე დონე უკვე ეს გახლავთ სტაციონარი, სადაც უკვე ხდება შედარებით რთული პაციენტების რეფერირება.